საქართველოს ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე NBA-ის დრაფტზეა. ესპანურ ბასკეტ კორონიაში გატარებული წარმატებული სეზონის შემდეგ ახალგაზრდა ქართველმა დრაფტზე სახელი შეტანა გადაწყვიტა და ვლადიმერ სტეფანიას, ნიკოლოზ ხიტიშვილის, აზა ფაჩულიას, ვიქტორ სანიკიდისა და თორნიკე შენგელიას შემდეგ მეექვსე ქართველია, ვინც დრაფტზე დადგა. 6 წლიდან არის ჩემი ოცნება NBA-ის დრაფტზე დადგომა და ჩემი აგენტი მელაპარაკა და შემომთავაზა ესეთი რაღაც, რომ სახელი შეგვეტანა 2015 წლის დრაფტზე. ნუ რა თქმა უნდა დავთანხმდი და წლევანდელი ჩვენი გეგმა, ასე ვთქვათ, ის არის, რომ სახელი შევიტანოთ და 15 ივნისამდე ვადა გვაქვს, რომ გამოვიტანოთ. და ზუსტად მაგას ვაპირებთ, რომ გამოვიტანოთ 15 ივნისამდე სახელი დრაფტიდან და 2016 წელს, ასე ვთქვათ, ბოლო შანსია ჩემი, რომ NBA-ის დრაფტს, ასე ვთქვათ, ბოლომდე მივყვე. მიუხედავად იმისა, რომ სახელის გამოტანა დაგეგმილია, არსებობს მცირე, მაგრამ მაინც შანსი, რომ ბექა მწვრთნელებისა და აგენტების თვალთახედვის არეში მოხდეს და წინასა დრაფტო მოლაპარაკებები შედგეს. სახელი რო შეგაქვს, ძალიან ბევრი სკაუტი თუ მწვრთნელი ინტერესდება შენით და შენ ვიდეოებს, შენ თამაშებს ნახულობს. და წელს ღვთისმსხლობით ევრობასკეტზეც იმედია ძალიან ბევრი მწვრთნელი თუ სკაუტი იქნება. რა მოხდება 15 ივნისამდე ან ევრობასკეტის შემდეგ ჯერ გაურკვეველია, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ბასკეტ კორონიამ ქართველ კალათბურთელს კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა. თუმცა ბექას სხვა გეგმები და ამბიციები აქვს. სხვათა შორის ძალიან მინდა მომავალი სეზონი პირველ ACB-ის ლიგაში ჩავატარო. სანამ ბოლო თამაშს ვითამაშებდი, ამ წლევანდელმა ჩემმა გუნდმა შემომთავაზა მომავალ წელსაც დარჩენა იქ. მაგრამ ნახოთ, უფრო მაღალი საფეხური მინდა და ნუ პირველი ვარიანტი, რასაც უყურებ ესპანეთია, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონეა კალათბურთის. ამბიციები არსებობს ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებითაც. ჩემი აზრით ძალიან ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ ყველაზე მთავარი არის, რომ ყველა ლეგიონერი, ყველა მოთამაშე, ნაკრების წევრი შეკრებას შეუერთდეს ჯანმრთელი და სახსალამათი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. და ძალიან დიდი იმედი მაქვს და მე ვფიქრობ, რომ დიდი შანსი გვაქვს ჯგუფიდან გასვლის. მართალია ხორვატიის ნაკრები ძალიან ცუდად გვახსოვს, ძალიან მაღალი დონე არის. ევრობასკეტზე ადვილი არაფერია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბექა ბურჯანაძისთვის, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა. როგორც თავად ამბობს, მას კარიერაში 2 ოცნება დარჩა და იმედია რეალობად იქცევს. პატარაობიდანვე ჩემი ოცნება იყო ნაკრებში ზაზასთან ერთად თამაში და ბოლოს და ბოლოს ამიხდა ეს ოცნებას და კლუბში თუსადმე ერთად შევხვდებით ერთმანეთს, მაგას ვაჯობებს. სხვათა შორის 6 წლიდან მომწონს სან ანტონიო სპურსი. ძალიან მომწონს მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი და შესანიშნავ კალათბურთს თამაშობენ, ძალიან გუნდურად და რა ვიცი, ძალიან მომწონს სან ანტონიო. დანკანის დაბერდა და შანსთან დაბერდა და შეუცვლელიც გამოუჩნდა ალბათ.